მთელი 2015 საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და კახეთის გუბერნატორი რაიონის გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდნენ. შეხვედრაზე რთველის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კახეთში წელს 200,000 ტონა ყურძენს ელოდებიან, აქედან გადასამუშავებელი კი მხოლოდ 130,000 ტონაა. რაც შეეხება ყურძნის ფასს, როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ღირებულებას ბაზარი და არეგულირებს. სახელმწიფო წელს სუბსიდიას რქაწითელზე 35 თეთრს, ხოლო საფეროზე 15 თეთრს გასცემს. ჩვენ უკვე დავწუნდით, რომ რთველი საორგანიზაციო შტაბი მზადყოფნაშია, სოფლის რწმუნებულები, რაიონის ხელმძღვანელები, თავისუფლ მხარის ადმინისტრაცია ჩაერთვება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ეს განსხვავება გვაქვს ის, რომ შტაბი იქნება თელავში, რადგან მხარის ადმინისტრაციასთან უფრო მჭიდრო კოორდინაცია იყოს. გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობას უნდა უთხრათ ის, რომ ჩვეულებრივად სუბსიდირება გაგრძელდება ზუსტად იმ ფარგლებში და იმ მოდენობით, რაც იყო გასულ წლებში. თეთრ ყურძენზე იქნება 35 თეთრის ფარგლებში, ხოლო საფერავზე იქნება 15 თეთრი. თავადი მიზანი, რაც გვაქვს, რომ ეს კარგი ყურძენი, ხარისხიანი ყურძენი არ დარჩეს ჩაუყარებელი. ანუ შტაბი უკვე შექმნილია, რთველი საკოორდინაციო შტაბი, ჩვენი შტაბის წარმომადგენლები უკვე კახეთში არიან, ოფიციალურად 25-26 რიცხვში გავხსნით შტაბს.